ძვირფასო რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ ჩვენ საუბრობთ ანა კალანდაძეზე, რომლის საიუბილეო წელია, 2 დღის წინ მას შეუსრულდა 100 წელი დაბადებიდან. ჩვენი სტუმარი გახლავთ მწერალი ბატონი გია არგანაშვილი. ბატონო გია, მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის. ჩვენ საუბრობთ მკითხველზე. მკითხველი, როგორც თქვენ თქვით, მკითხველი ქმნის ალბათ მწერალს და ავტორს და აი გავაგრძელოთ ამ შემთხვევაში ალბათ ანაზე ვსაუბრობთ და მკითხველის როლზე ანა კალანდაძის შემოქმედებაში, მის პოეზიაში და მის ამ წარმატებაში. მადლობა ბატონო. ეს საინტერესოა 100 წელი შესრულდა ქალბატონი ანას და ანამ თელი თავისი მოღვაწეობა, თელი თავისი ასე ვთქვათ ის 2008 წლამდე პირობითად ის მაინც ასე ვთქვათ აი მე-20 საუკუნეს ეკუთვნის მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეში რა შეიცვალა 21 საუკუნეში აი უშუალოდ ქალბატონ ანას პოეზიასთან დაკავშირებითაც ჩვენი სოციალური ასე ვთქვათ გარემო აბსოლუტურად შეცვლილია და უპირველესად მკითხველის. სოციალურმა ქსელებმა სრულიად შეცვალა ჩვენი რეალობა ამ შემთხვევაში. აი უბრალოდ გაახსენებთ, რომ ვიდრე სოციალური ქსელები გაჩნდებოდა ერთ სიტყვით რო ვთქვათ, მანამდე რაღაცა ის იყო ასე ვთქვათ კლასიფიკაცია იყო თუ როგორც გნებავთ ისა ლიტერატურაში უფრო მეტი ასე ვთქვათ თქმის უფლება არა რაღაც საშუალება ქონდა იმას ვინც ასე ვთქვათ ლიტერატურაში ასე თუ ის კარგი მკითხავს მოდი ასე ვთქვათ რა ეს ის კარგი მკითხველია რომელიც ჩვენ ვახსენეთ უკვე და ვთქვით რომ აი ამ კარგო მკითხველმა თავის დროზე და რუსთაველს დაუკვეთა ვეფხისტყაოსანი ბარათაშვილს დაუკვეთა მერანი გესმით რა ხდება ანას დაუკვეთა თავისი ის პოეზია რომელიც მართლა საოცარი პოეზია აი დღეს რა სიტუაცია ამ მხრივ არის საინტერესო რატომ იცით რომ როდესაც დღეს როდესაც 100 წლის თავს ვიხდით ქალბატონი ანას ზოგადად მოღვაწეობიდან რომელი მკითხველი სად არის ის მკითხველი რომელმაც თავის დროზე ანას უკვეთა იცით რა ხდება ეს მკითხველი ცოტა ჩაკარგა სოციალურმა ქსელებმა სხვადასხვა დონის ასე ვთქვათ სხვა დონის ჩვენ უკვე შეგვიძლია მკითხველის ასე ვთქვათ კლასიფიკაციას მოვახდინოთ არის მკითხველი მოგონი გალაქტიონი წერს ხო განამკითხველიც არსებობს მათ შორის განამკითხველიც არსებობს არის მკითხველი რომელიც აი სულ ახლა გაეცნო იმას და როგორ ვითხარ ჯერ გემოვნებაც არა აქვს ბოლომდე ჩამოყალიბება მაგრამ თავარი რა ხდება ამ ახალგაზრდა პირობითად ახალ დამწყებ მკითხველს იგივე უფლებები აქვს რაც აქვს იმ ჩვენს ასე ვთქვათ გამოცდილ მკითხველს ხვდებით რაც გულსუნდა ხშირად სწორედ რაოდენობის და რა ხარისხის მიხედვით აჭარბებს კიდეც ამიტომ ჩვენ სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად შეგვიძლია ვნახოთ რომ ეს მართლა პროფესიონალი მკითხველი მე არ ვლაპარაკობ მენათმეცნიერზე და ლიტერატურულ მცოდნეზე ძალიან ასე ვთქვათ იჩაგრება კიდეც დაჩაგრულიც მინახავს არა იმიტომ რომ დაუშვათ მისი მოწინააღმდეგენი უფრო ჭეშმარიტებას ლაპარაკობენ არა ისინი ბევრნი არიან ესეთ რა ხდება და მათი ხმა ფარავს ყველაფერს და ფაქტობრივად ხმაურია და ამ ხმაურში კარგი მკითხველი ვერ ერთვება იმიტომ რომ მისი ხმა უნდა ისმოდეს მისი სიტყვებიდან აზრი უნდა გამოიტანონ და ამის საშუალება არ არის სამწუხაროდ ჩვენ ამ პერიოდში ის თუ ჩვენ ჯერჯერობით ინერციით მივდივართ და უშუალოდ აი დიდი ჩვენ ლიტერატურა და დიდი მწერლები ჯერ კიდევ ვახსენებთ ხდება ეს ჯერჯერობით ინერცია. ყველა მის რო გალაქტიონი უნდა კარგი იყოს და ამბობს. ყველა მის რო ანა დიდი პოეტია და ამბობს. მაგრამ იცით რა ხდება, როდესაც ასე ვთქვათ ეს არ იქნება, ეს სიტყვა არ იქნება გაშინაარსებული, ეს სიტყვა არ იქნება გააზრებული მთლიანად ძალიან დიდი მართლა ეხლა მე არ ვარ პატარა ერები, დიდი ერები, თუმცა პატარა ერებს არ უფრო განსაკუთრებული ხიფათი ელის აქ რომ ადვილად შესაძლოა რა ასე ვთქვათ, აი რასაც ცოტა უხეშად გოფსკერი რასაც ქვია შეიძლება ზევით წამოვიდეს და აი როგორც ვთქვია, როცა ურევენ ქვავს და ის ნალექი არის ეგ ყოფილა მით უმეტეს თუ ეს ყველაზე ცუდი რა იქნება ეს ხშირად პოლიტიკაშიც ქვეყნის ცხოვრებაშიც, მაგრამ ყველაზე მძიმე იქნება თუ ეს მოხდა დაუშვათ ხელოვნებაში, კონკრეტულად ლიტერატურულ გემოვნებაში. ის რა ხდება, მაშინ ეს მე არ გეტყვით რომ ეს სახელები ჩაიძირება, არ ჩაიძირება, მაგრამ შინაარსი გამოეცლება მთლიანად და ამიტომ ძალიან ხშირად ხედავთ რომ უცებ ვიღაც დაუშვათ ვიღაც, ისეთი პოეტი, მწერალი რაღაცა უცებ იმ ხელა იმას აღწევს, მიხვდით სიმაღლეს აღწევს რომ აშკარად გზნობ რომ ან იქაც ხდება მკითხველი, ან აქ ხდება, აბა რა ხდება? ხდება რომ
ამ ყველაფერს ჩვენ უნდა შევეგუოთ, კი არა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ აქ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიკითხოთ, როგორ უნდა ასე ვთქვათ, შევაფასოთ ყველაფერი. რაღაც შეფასების კრიტერიუმები გვჭირდება, არ ყოფნის ის რაც არის. ხდებით ზედაპირულობის პრობლემას ხედავთ? რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერში ხელოვნება არ არის, ხადია. პრობლემა წამოვიდა და აი ამ დროს როგორ კარგი ამკითხავ, რომელიც ყოველთვის იქნება. ყოველთვის იქნება კარგი მკითხავი, უბრალოდ კიდევ მისი ხმა რო არ ჩაიკარგოს, გესმით რა ხდება, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს აწესრიგებს გემოვნება. ყველაფერს აწესრიგებს გემოვნება, ყველაფერს აწესრიგებს ჩვენ ეს ძალიან ისე ცოდნაობას ვეძახით. ცოდნა აწესრიგებს ყველაფერს და ძალიან ცუდ დრო დადგება თუ ეს ცოდნას უსოდნობა გადაძალოს. იმედია ეს დრო არ გველოდება ახლო მომავალში. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამისთვის ზად უნდა ვიყოთ. და უნდა მომეზადოთ როგორ უნდა გავუმკლავდეთ. ხო, ბრძოლა, ეს ბრძოლა. გემოვნებისთვის. უღრმესი მადლობა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მე მსმენელს შევახსენებ, ჩვენ ვიხსენებდით ანა კალანდაძეს, რომელსაც 15 დეკემბერს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. ჩვენი სტუმარი გახლდათ მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი ბატონი გიარგანაშვილი. დიდი მადლობა ბატონო. მე რამდენიმე წუთში დაგიბრუნდები, დაგველოდეთ.